მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ტელემაყურებელს. ამ სასამართლოში ხდება ყველაფერი საპირისპირო, რასაც ქართული ოცნება დაპირდა საკუთარ ამორჩეველს, თითქოს რაღაც ქართული იდენტობის შენარჩუნებაა და ასე შემდეგ, ხო ეს რაღაც ფასეული ფსევდოღირებულებები, რასაც ქართული ოცნება საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდში და მათ შორის არჩევნების შემდეგაც ჩვენ ნახეთ როგორ ძალადობდნენ ეს ბადრაგები ქალებზე, გოგონებზე, რომელი ქართულია და წესია ქალზე ხელის დარტყმა, არ ვიცი, მაგრამ იქ არანაკლები ქართველები იდგნენ, ბიჭები, გოგოები და ამას მოყვა სწორედ დაპირისპირება, როცა პასუხი ჰქონდა და რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ ქალებს ხელით ეხებოდნენ და ძალადობდნენ ქალბატონებს. ლუკა, თქვენ დაზიანებული ხართ თავად? ანუ მეტი რომ მოგვიყვე რა ფიზიკური დაპირისპირება? არაფერი დიდი დაზიანება არ გამაჩნია. საბედნიეროდ, თუმცა, იქ არიან ბევრად უფრო მეტად დაზარალებული გოგონები. ხოლო ბიჭებმა რაღაც ალბათ ფიზიკური კონდიციის ხარჯზე გამოუძვერით ამ სიტუაციიდან და გაუწიეთ საკმარისი წინააღმდეგობა, რომ გოგოები მაინც გაგვიყვანა გვერდით და ყოფილიყვნენ უსაფრთხო. ერთი ადამიანი, როგორც ვიცი, ოთახში ყავთ შეყვანილი ბადრაგებს, არ ვიცი, რამდენად აქვს საკავების უფლება, მაგრამ რა ვიცი, ალბათ გავიგებთ ამას უახლოეს წუთებში. და ვის რა დაზიანება აქვს ლუკა მიღებული? გოგოები დაზიანდნენ ოყები და გოგონები, აი მარტივი სურათი რომ დაგიხატოთ, გოგონები ძირს იწვა ფაქტობრივად ყველა გოგონა, ხო? და შემდეგ მიმდინარეობდა ჭიდაობა. ვცდილობდით რომ გაგვერიდებინა ეს ბადრაგები. გვერდით უკან სადმე, სადაც ვერ მოახერხებდნენ, ასე ვთქვათ, ჭყალებში, არ ვიცი, შეიძლება ცუდ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ გადაჯეგვას ამ ხალხის. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი შევძველით, რაღაც ნაწილი ვერა, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარაფერი ვერ გავაკეთეთ და გამოგვიშვეს სასამართლო დარბაზიდან. კი ბატონო, ლუკა ჭოხონელიძეს ველაპარაკებით ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. ის გაძევებულია მანდატურის მიერ გარე პერიმეტრზე ტერიტორიის, როგორც ხედავთ, იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის და რამდენიმე პირის გაყვანა მოხდა სასამართლოს გარე პერიმეტრზე, ანუ ეზოს მიმდებარედ, როგორც ხედავ. თქვენ იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მათედევიძის 21 წლის მათედევიძის სასამართლო პროცესი და ამ როგორც გითხარით და ნახეთ კიდეც კადრში, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება, ის ცოტა ხნის წინ მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვევა, მიდიოდა, არ ყვევდნენ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, იყო თუ არა ადგილი იმ დარბაზში, სადაც უნდა გამოცხადეს განაჩენი მათედევიძის საქმეზე, შემდეგ დაზუსტა, რომ ორი ადგილი იყო და ამის შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილი შევიდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. ძალიან დიდია ინტერესი დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით, რადგან როგორც გითხარით, ეს არის პირველი აქტივისტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შესაძლოა ვნახოთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რადგან მას შეუძლია მხარეების დასკვნითი სიტყვის შემდეგ გავიდეს სათათბიროთ და ამ მოთათბირების შემდეგ, ასე ვთქვათ, გამოაცხადოს გადაწყვეტილება ამ ძალიან ხმაურიან საქმეზე. პარალელურად თქვენ ნახეთ როგორი დაძაბულობა იყო სასამართლოს დერეფანში. კადრში ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი რჩება ისევ შიგნით, რადგან